ზარის ხმა ასოცირდება უფალთან სიახლოვეს. ერთი. მე ერთობა, ჩვენი ერთობის არის. მე ხმა შორს მიდის ძალიან. ხმაზე მეტად მიდის რხევები, ვიბრაცია გია, ხო? ეს არის უსასრულობისკენ მიდის. და მორწმუნეებისთვის მიდის იქ, სადაც უფავის უფევს. და მე აქ ინფორმაცია, ქართული ინფორმაცია. მე ვინა ვარ, მე ინფორმაციის მატარებელი ვარ ჩვენი ერისა. მე ვარ მეტრეული გახლავთ. ქართველი, ქართული სულის მატარებელი. 74 წლის. გრძელი ცხოვრება გავე. ზარი, ეს არის ნივთი, რომელიც საუკუნეებია ადამიანებს ლოცვისაკენ უხმობს. ლევან მეტრეველის გზა 30-ზე მეტი წლის წინ პატრიარქის თხოვნით დაიწყო და დღეს თითოეულ ნამუშევარში მისი რწმენა და სიჩუმეში ნაპოვნი ხმა ერთიანდება. ეს არის ისტორია ადამიანზე, რომლის ნამუშევარსაც ხშირად ისე ვისმენ, რომ არც კი ვიცით მისი შემქმნელის სახელი. ზარები დაახლოებით 1995 წლიდან დაიწყეთ უწმინდეს მომთხოვა და შევისწავლე ზარები. სოფლიოს ზარებს შევისწავლე. და ქართული დაკარგული იყო, უზარმაზარი ზეწოლები ჰქონდა საუკუნეების მანძილზე და ზარი პირველად ხელოვნებას ანადგურებს. აი განწყობა ჭირდება ყველაფერს საერთოდ. მარტო მხატვრების ისე არ არის შემოქმედი. ნებისმიერ სათოხარში რომ ეხა განწყობა თუ არა გაქვს, ვერ გატოხნი ხო ესე? განწყობა სულიერი, განწყობა არის სულიერი ისულა იქამდე რაც საკეთ. ეს შეიძლება პირველ რიგში. და სულიერი და ამოცანა უნდა გქონდეს. ეს ახლა მაინც რაზეა დამოკიდებული, ცით მაინც ზოგადად საეკლესიო რაღაც საკაკეთე ხატია თუ ზარია. იქ უფლისის უნდა გქონდეს დაშვება. იმიტომ რომ ხანდახან არის რომ აბსოლუტურად როგორ შეიძლება რომ ზარი სრამე დააკლო, ხო? ნორმალურ ადამიანს, ვისაც გიყვარს. უფალი და ეს შენ. ეს დაძრები რო არის ყველასია, ხო? ვიღაცის ხო არ არის, იმისი ხო არ, ჩემიც. ამიტომ ასე მიდგომა უნდა გქონდეს ყველაფერს. რო შენი. და ემსახურება შენ წერს შენი ერის კულტურას, შენი ერის კულტურა ნაწილია ზოგადი კულტურისა, ესეგი ემსახურებენ სოფლის კულტურას, პატარა ბუთი როგორ გადაგვწაი. აი დაახლოებით 2000 ზარია ხევში ძირთადად შემზარებია. პატრიარქ სოფლიდან ეს პავლანგელობის ტაძარია საზღვარზე რომ შემოდიხა. რუსეთის საზღვარი. იქ არის ყველაზე არის კალენდარ მაგალითად ყველაზე მაღალი ადგილი არის მყინვარწვერზე. 4000 მეტრ. ფოთი ყველაზე დაბლა. აი იქ არის საკათედრო ტაძარი. სიხარულით ვაკეთებ. მიხარია. მიყვარს სამშობლოს რაღაცას უკეთებ. და ლუკმაპურსაც უფლის ალბათ ოჯახინა. ადამიანს უნდა კონდეს განწყობა თეთრ. მაინც. რამდენი წლის განმავლობაში მთავარი ვისწავლე ის, რომ სამყარო ასე თუ ისე, რაც შესაძლებელია შევიცან. რახან ჩვენ ქართველები ვართ. ეს თავის შენი სამშობლოს დაცვა უნდა იცოდე. შენ სამშობლოს სამსახურში უნდა იყო. და როცა შენ სამშობლოს ემსახურები, ამ სამყაროს ემსახურები, ხო ესე? დრო ადამიანი, სიყვარული. და უნდა შეხედო კარგი თვალით ყველას. ვერ ვფიქრობ, როცა ფიქრობ ამ ყველაფერზე. ამიტომ რაღაცები ესეთი გეხსნება გენეტიკიდან. რომ არსად არა გაქვს წაკითხული და გაგონი. და მართალია ეს ყველა. ეხლა ჩვეულებრივად ფაქრიდან იწყება, ხო, აკეთებ ნახატს, მერე ნახაზ. ნახაზე რა არის და სხვა მოწესრიგებულია.
ნახაზე უკვე და ამ ადგენან პროფილებს ყველაფერს გულის ცალკე სიცარიელე ხო აქ ზარს ჩვეულებრივ აი ეს შეშველია შეგ ამის პროფილს თარგს აკეთებ და მე ვკეთებ ამოყვანას იმ თაბაშირით ამოდეს ჩარხია ჩვეულებრივი 10,000 სლოვანია ჩარხი და ჩარხზე ამოდეს მე იპოხება თაბაშეს ხო შეძება იპოხება ეს ცხიმოვანი მასალები და მე დააყენებ მეორე თარგს უკვე გარეთაფერი რაც არის სტარსის სქემები და ადრეალება და როგორ შეიძლება ამოიღებ და მეიღებ შიშველს ასეთ შიშველს რა სჭირდება ადამიანს ნებისმიერ საქმეში? მიზანი ჭირდება მიზანი და გათეცნობიერებული ეს მიზანი შენ მიზანი რაც ემსახურება საით მიდის ხო და რა იყო თქვენი მიზანი? ჩემი მიზანი იყო რომ ჩემი მამა ჩემი საზოგადოება შტის ყოფილიყავი ნორმალური ადამიანი და გული არ მეტკინა და გახარებოდეს ადამიანებს სიხარული უნდა მიანიჭო ზარი რეკს და თითქოს ყველაფერი მაშინვე მშვიდდება. ამ ჟღერადობაში მისი შემქმნელის წლების შრომა და რწმენაა ჩადებული. და სანამ ეს ხმა ისმის, ოსტატის ნამუშევარიც აგრძელებს ადამიანთა გულებში შეღწევას.